მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ ყელის ტკივილის 4 მთავარ მიზეზზე და მათ მკურნალობაზე და როგორ ამოვიცნოთ და რა ახასიათებს, რით შეიძლება მივხვდეთ, რატო გვტკივა ყელი. ყველაზე ხშირი მიზეზი ყელის ტკივილის არის ფარინგიტი, ვირუსული ფარინგიტი, თითქმის 80% შემთხვევებზე ეს არის პასუხისმგებელი, ანუ პრაქტიკულად უზარმაზარ უმრავლესობაზე ან ვირუსული ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ ვირუსული ფარინგიტი, როცა ყელის ტკივილი დგება ნელ-ნელა დაახლოებით 1-2 დღეში. ტკივილი არ არის ძლიერი, ადამიანი ამბობს, რომ ყელი მტკივა, მაგრამ აი ეს ძლიერი არ არის. სიცხეები იშვიათად ახასიათებს ესეთ ტკივილს და ასოცირებულია ჩამონადენი ცხვირიდან, შეგუბება ცხვირში და გაცების ან გრიპის სიმპტომებთან. თუ ხმის წასვლა, ხმის შეცვლაც აქვს, ეგ ლარინგიტი ქვია მაგას, ანუ ხორხის ანთება და შეიძლება იყოს, რომ ყელში რო ჩახელვა ადამიანი შეიძლება იყოს გაწითლებული, მაგრამ არ იქნება ჩირქი. ეს არის ვირუსული ფარინგიტი, ან ვირუსული ინფექცია, რომელიც ზოგადად არ არის. თუ კი ადამიანს აქვს კონjunktივიტი, ან თვალები წითელი, მოკლედ ცხვირიდან ჩამოდის, ახველებს და ყელი ტკივა, პრაქტიკულად ყოველთვის ვირუსული ფარინგიტია. ვირუსული ფარინგიტი უფრო მეტად ძლიერდება საღამოსკენ და უმჯობესდება დასვენების შემდეგ და წყლის და ჩაების მიღების შემდეგ. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ყელის ტკივილის არის A ჯგუფის სტრეპტოკოკი, რომელსაც ადრე აი ანგინას რომ ეძახდნენ, ეგ არის, ეხლა ანგინა სხვა რაღაცას ქვია. მაგრამ ყელის ტკივილი, რომელიც არის ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული და რომელიც იწვევს დაჩირქებას, ამ დროს ყელის ტკივილი ერთბაშად ვითარდება, ან გაიღვიძებს და ძალიან გტკივა ყელი, ახასიათებს სიცხე უმეტესად 38-ზე მეტია და არ ახასიათებს ხველა. ან თუ ხველა მაშინ მაღალი ალბათობით ვირუსული ფარინგიტია ეგეც, მაგრამ თუ ხველა არ არის, მაღალი სიცხეა და ერთბაშად დაიწყო ყელის ტკივილი, ბევრ შემთხვევაში არის ეს A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც ბაქტერიული ინფექციაა. და აი ტონზილიტს რო ეძახიან, ან გლანდებს რო ეძახიან, ეგ არის ერთი და იგივეა ეგენი, რო ჩახედავ ადამიანს, ნახავ, რომ თეთრი დაზიანებები აქვს ტონზილებთან, გლანდებთან, რომელიც არის მთავარი მახასიათებელი ბაქტერიული ინფექციის. კისრის ლიმფური კვანძები შეიძლება იყოს გადიდებული, შეიძლება არც იყოს, მაგრამ ასე ბევრ შემთხვევაში გადიდებულია და შეიძლება იყოს მტკივნეული. უმეტესად ბავშვებს უვითარდებათ ესეთი ყელის ტკივილი, ბაქტერიული ტონზილიტი 5-დან 15 წლამდე, დიდებში იშვიათია. სკარლეტის ცხელებას ეძახიან, ეს იგივე ბაქტერია იწვევს და იგივენაირ ყელის ტკივილი შეიძლება ახასიათებდეს. გამონაყარი, აი ქართულად ზუსტად არ ვიცი რა ქვია, შკურკას რო ვეძახით, მისებრი წითელი პატარა წერტილოვანი გამონაყარი, სკარლეტის ცხელება ქვია მაგას, ეგ ახასიათებს ასევე ასეთ ბაქტერიულ ინფექციას და მარტ-ჟოლოსებრი ენა, ანუ ენას რო გამოყავს შეშუპებულია და გაწითლებულია და ესეც სტრეპტოკოკულ ანთებაზე მიუთითებს. დიაგნოსტიკის კრიტერიუმები ახლა ესეთი ანთების არის მაღალი ცხელება, ხველების არქონა, გადიდებული ლიმფური კვანძები და ასევე გადიდებული გლანდები. გლანდებში რო ჩახედავ და ჩირქიანი გლანდები, რომელიც მთავარი მახასიათებელია. დიაგნოზისთვის გამოიყენება სწრაფი ანტიგენის ტესტი, რომელიც არის პატარა როგორც ყურის ჩხირი რომ ავიღოთ, ესეთი swab-ს ეძახიან, swab ტესტი ქვია. იღებენ იქიდან მცირე მოუსვამენ მოკლედ გლანდების მიმდებარე ტერიტორიაზე ხახაზე და იღებენ ნაცხს და შემდეგ ამ ნაცხს
დაამუშავებენ მოკლედ და კეთდება ანტიგენის ტესტი, რომელიც ძალიან მალე იძლევა პასუხს და ეს სწრაფი ანტიგენის ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ დაინიშნოს თუ არა ანტიბიოტიკი მაგის გადასაწყვეტად, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი და ზედმეტი ანტიბიოტიკების დანიშვნა. შემდეგი მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი ყელის ტკივილის არის ეპშტეინ-ბარის ვირუსი. ეპშტეინ-ბარის ინფექცია, ინფექციური მონონუკლეოზი, ესე ქვია და ეხლა ეს ინფექციური მონონუკლეოზი როგორი ყელის ტკივილი ახასიათებს, ადამიანი ყელის ტკივილი გრძელდება 1-2 კვირა, უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულებრივი გაციების ყელის ტკივილი, ვიდრე ვირუსული ფარინგიტის ყელის ტკივილი. რამდენიმე კვირა ადამიანი ძალიან სუსტად შეიძლება იყოს, ემართება თუნდაც ახალგაზრდებს 40 წლიდან პრაქტიკულად არა. ლიმფური კვანძები გადიდებულია, კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია, მტკივნეულია და ეს არის მახასიათებელი ინფექციური მონონუკლეოზის ლიმფური კვანძების გადიდება, მტკივნეულობა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. სასაზე, რბილ სასაზე შეიძლება გამონაყარი იყოს წვრილი, გამონაყარი წითელი და ეგ არის ერთ-ერთი მახასიათებელი ეპშტეინ-ბარის ვირუსის და ეპშტეინ-ბარის ვირუსმა შეიძლება ცხვირში ლაპარაკი გამოიწვიოს, იმიტომ რომ გლანდების შეშუპების გამო და ხორხის შეშუპების გამო, ასევე ელენთის გადიდება შეიძლება გამოიწვიოს, ასევე ღვიძლის გადიდება შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც იშვიათია შედარებით ღვიძლის გადიდება, მაგრამ შესაძლებელია და ანტიბიოტიკების ზოგჯერ არასწორად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს ამ დროს და თუ დანიშნეს მაგალითად ამოქსიცილინი ან ამპიცილინი, გამონაყარი ახასიათებს, რომელიც მიუთითებს ეპშტეინ-ბარის ვირუსზე. ანუ პირიქით შედეგი აქვს დანიშნავ ანტიბიოტიკს და გამოაყრის ადამიანს, ანუ ეგ არის ერთ-ერთი მახასიათებელია ეპშტეინ-ბარის ვირუსის. რაც შეეხება სისხლში აკეთებენ ანტისხეულების ანალიზს, ეს ანტისხეულების ანალიზი განსაკუთრებით IgG და IgM ანტისხეულების და საკმაოდ ინფორმატიულია. სისხლში ლიმფოციტები მომატებული შეიძლება იყოს 50%-ზე მეტი და ასევე შესაძლებელია ადამიანის სისუსტე გაგრძელდეს რამდენიმე კვირა და ზოგჯერ რამდენიმე თვე. ანუ აი ეს ძლიერი სისუსტე ერთ-ერთი დომინანტური მახასიათებელია ეპშტეინ-ბარის ვირუსის და ინფექციური მონონუკლეოზის. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება, GERD-ს ვეძახით ხოლმე და გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება იგივე გულწმარვა, იგივე მჟავიანობას რომ ეძახიან, ოღონდ აქ მთელი მუღამი ის არის, რომ გულწმარვა ხომ მთავარი სიმპტომია GERD-ის, ანუ მჟავიანობის მთავარი სიმპტომია გულწმარვის შეგრძნება. ანუ ბევრ შემთხვევაში ნახევარ შემთხვევაში პრაქტიკულად ეს გულწმარვის შეგრძნება არა აქვს ადამიანს, მარტო ყელის ტკივილით ვლინდება ქრონიკული ხველით, ანუ ადამიანს შეიძლება ქონდეს ყელის ტკივილი, ქრონიკული ხველა და გეგონება ყელში რაღაცა გაჭედილი მაქვს, ეგეთი რაღაცის შეგრძნება, ყელში შეგრძნება, ასევე ლორწოს შეგრძნება, იმის შეგრძნება, აი მუდმივად ჭირდება, რომ ყელი გაითავისუფლოს და ახველებს მერე მაგისთვის და შეგრძნება აქვს, რომ თითქოს ლორწო გადადის ყელში. ანუ ესეთი შეგრძნებები შეიძლება ქონდეს და ეს იყოს იმის გამო, რომ რეფლუქსი ხდება, ანუ მჟავა ამოდის და ეს მჟავა აღიზიანებს ყელის მიდამოს და ადამიანს აქვს ყელის ტკივილი. ასევე ადამიანები ამ დროს ამბობენ, რომ პირის ღრუში მაქვს მწარე შეგრძნება, განსაკუთრებით ძლიერდება ეს დისკომფორტი ჭამის შემდეგ და ღამე, როცა ადამიანი დაწვება და დილით გაღვიძებისას შეიძლება ქონდეს ადამიანს ასევე მოხრჩობის შეგრძნებაც და არასასიამოვნო და არასასურველი შეგრძნება ამ მჟავიანობის გამო.
მშრალი ხველა შეიძლება ახასიათებდეს, ანუ რეალურად ეს მჟავა რო ამოდის, აღიზიანებს ყელს, შეიძლება გადადიოდეს ტრაქეაშიც, აღიზიანებდეს და იწვევდეს მშრალ ხველას და კონდეს შეგრძნება, რომ ყელის გამოთავისუფლება ჭირდება და ეს მშრალი ხველა გავს ასთმას, ოღონდ განსხვავდება იმით ასთმისგან, რომ არ აქვს ამ დროს ვიზინგი, ანუ ეს მტვინავის სუნთქვა არ აქვს და სუნთქვის მნიშვნელოვანი გაძნელება არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანი ხველა შეიძლება კონდეს, განსაკუთრებით მშრალი ხველა. სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს მწარე საკვების მიღების შემდეგ, ალკოჰოლის შემდეგ, კოფეინის და მჟავე საკვების მიღების შემდეგ. და თავარი რაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ აი მჟავიანობა ყველამ ვიცით და ძალიან ისეთ ნაცნობი ადამიანებისთვის, მაგრამ ნახევარ შემთხვევაში 50% შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ადამიანს სიმპტომები, როგორიცაა გულწმარვა და ქონდეს მჟავიანობა და ქონდეს რეფლუქსი. ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია ეს, იმიტომ რომ შეიძლება ბევრ ექიმს გამორჩება ხოლმე. ახლა ვთქვათ მკურნალობის შესახებ, პირველ რიგში ვთქვათ იმ ვირუსულ ფარინგიტს როგორ უნდა უმკურნალოთ. სტანდარტული მკურნალობა არის იბუპროფენი ან აცეტამინოფენი, ანუ პარაცეტამოლი ყოველ 6 საათში ერთხელ, დაახლოებით 400-დან 600 მილიგრამამდე. თბილი წყალი უნდა დალიოს, ბევრი თბილი ჩაი უნდა დალიოს, თაფლით თუ იქნება სასურველია, მარილიანი წყლის გამოვლება ყელში კარგია 4-ჯერ დღის განმავლობაში დაახლოებით. ასევე საწუწნი აბები არის, ასევე სპრეები არის, რომელიც ბენზოკაინს შეიცავს, მეთანოლს შეიცავს, ზოგი ლიდოკაინს შეიცავს. ეგენი ეფექტურებია, მოკლევადიანად ეფექტურებია, მოკლედ მაშინვე აკეთებს ტკივილ გაყუჩებას. გრძელვადიანისთვის ეს იბუპროფენი და აცეტამინოფენი გამოიყენება. თაფლი კარგია თუ ჩაიში გაურავთ, იმიტომ რომ ამშვიდებს ყელს და ასევე მსუბუქი ანტივირუსული მოქმედება აქვს. რაც შეეხება თუ სტრეპტოკოკული ინფექცია, მან პირველი რიგის მკურნალობა არის ანტიბიოტიკები, პენიცილინი გამოიყენება როგორც პირველი რიგის მკურნალობად. პატარა ბავშვებში ამოქსიცილინი გამოიყენება, დაახლოებით 10 დღიანი კურსია, მოკლედ პენიცილინი ან ამოქსიცილინი, კიდე სხვა ანტიბიოტიკების გამოყენება შეიძლება, მაგრამ პირველი რიგის როგორც წესი ესენია. თუ ეპშტეინ-ბარის ვირუსი აქვს ადამიანს, მაშინ ძირითადი მკურნალობა არის დასვენება სახლში, შეიძლება კვირების განმავლობაში და უნდა აიციოს ადამიანმა კონტაქტური სპორტი, მაგალითად ფეხბურთი, რაგბი და ესეთი სპორტები, იმიტომ რომ შეიძლება ელენთა გაუსკდეს, რადგან ელენთის გადიდება არის ეპშტეინ-ბარის ვირუსის ინფექციისთვის დამახასიათებელი. იბუპროფენი, აცეტამინოფენი შესაძლებელია, თუ ტკივილი აქვს ადამიანს, დაახლოებით 6 საათში ერთხელ, იბუპროფენი 8 საათში ერთხელ შეიძლება. დექსამეტაზონი შესაძლებელია თუ ძლიერად აქვს ადამიანს შეშუპება ისე რომ საუბარი უჭირს ან სუნთქვა უჭირს ტონზილების ჰიპერტროფიის გამო და ამოქსიცილინი და ამპიცილინი უნდა აიციოს ადამიანმა თავიდან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეპშტეინ-ბარის ვირუსის დროს ამოქსიცილინი და ამპიცილინი პირიქით გამონაყარს აძლიერებს. ასევე კონტროლია საჭირო ღვიძლის ფერმენტების, რადგან ზოგ შემთხვევაში შეიძლება ღვიძლის ანთება განვითარდეს მნიშვნელოვნად და ეგ საკონტროლოა. რაც შეეხება გასტროეზოფაგალურ რეფლუქსს დაავადებას, ანუ GERD-ს, მისი მკურნალობა არის H2 ბლოკერები, განსაკუთრებით ომეპრაზოლი დღეში ერთხელ 20 მილიგრამიანი და ესმოპრაზოლიც და 4-8 კვირის განმავლობაში. H2 ბლოკერები არის რეცეპტორის ბლოკერები მსუბუქ შემთხვევებში გამოიყენება, თუმცა რაც რო გაის უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება რეალურად. კოფეინი, ალკოჰოლი, ცხარე, შოკოლადი უნდა აიციოს ადამიანმა თავიდან, რადგან აუარესებს სიმპტომებს. თავის აწევა, დაახლოებით 20 სანტიმეტრის ზევით მნიშვნელოვანია დაწოლისას, რადგან მჟავა არ წამოვიდეს უკან, გრავიტაციით ქვევით ჩაბრუნდეს და 3 საათით ადრე დაწოლამდე
რომ არ ჭამოს ადამიანმა რთულ შემთხვევებში შესაძლებელია პროკინეტიკების გამოყენება, მეტოკლოპრამიდი მაგალითად 10 მგ-იანი კვებამდე ეს აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოძრაობას, მათ შორის საყლაპავის მოძრაობას და ხელს უშლის მჟავის ამოსვლას და ასევე გავის კონი ქვია, სოდიუმის, ნატრიუმის ალგინატი, ესეთი არის სითხეებიც და დასალევი და არის საღეჭი აბებიც, რომელიც ქმნის ბარიერს, მექანიკურ ბარიერს ქმნის, მოკლედ მჟავისთვის, რომ ამოვიდეს ზევით კუჭიდან საყლაპავში, ხელს უშლის და ასევე ანტაციდური მოქმედება აქვს, ანუ ანეიტრალებს მჟავას და ჭამის მერე იღებენ ხოლმე ამას და არის საკმაოდ ეფექტური. თუ კი არაფერმა არ უშველა, მაშინ მერე არის უკვე ეს ქირურგიული სფინქტერის, ქვედა სფინქტერის შევიწროება ხდება ხოლმე, რომ მჟავა არ ამოვიდეს ზევით. ეს არის რის თქმაც მინდოდა ძირითადად, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, ხო, ვისაც ჩემი ახალი არხი აინტერესებს, ახალი არხი მაქვს ზოგად თემებზე, ანუ არა მედიცინაზე, არამედ ყველაფერზე ვსაუბრობ და ვისაც აინტერესებს ხოლმე, ანუ იქ შეგიძლიათ გადახვიდეთ, დამისვათ კითხვები და ზოგად თემებზე ვეცდები რომ უპასუხო. ხო, ანუ ის სუფთა ჩემი ის იქნება თავისუფალი არხი, მოკლედ ეს არის სამედიცინო, აქ სამედიცინო თემებს ვეხები, მკვეთრად იქ არ მექნება მედიცინა ან ძალიან ნაკლებად. იქნება ზოგადი სხვა თემები. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. ჩემი ახალი არხის ლინკიც აღწერაშია და ვისაც დაგაინტერესებს, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოწეროთ და უყუროთ ჩემს ვიდეოებს. მადლობა.